მოგესალმებით საღამოშვიდობისა იმედზე დადგა ჟამი, ანუ სამშაბათია რა. 10 საათი საღამოს 10-ზე თქო ხო ვიძახით ხოლმე და შესაბამისად იმედზე დადგა ჟამი, რომ დავამტკიცოთ ჩვენი ცოდნა შეიძლება ვაქციოთ ფულად. შესაბამისად ეთერშია ყველაზე ინტელექტუალურ გასართობ შოუ ცოდნა ფულია. ესე იგი, რითი მინდოდა დამეწყო დღევანდელი ჩვენი საღამო, სანამ ჩვენს შესანიშნავ 6 ეულს გაგაცნობდეთ, დავით გურამიშვილს უთქვამს, კაცო. ისმინე სწავლის ზებნელო მოყევ დავით ისმნებასა ჯერ მწარე ჭამი კვლავ ტკვილი თუ ეძებ გემონებასაო. კაიგედა მე რო ბოლოსში გასტანჯავსო წუთი სოფელიო და ამ შემთხვევაში როგორც უკვე აღვნიშნე, სანამ დავიწყებდეთ გადაცემას, ესე იგი წუთი სოფელი და დუტა გასტანჯავს სინონიმებში წავიდნენ რა. ასე რომ ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ დღეს მე გაგტანჯავთ. აბა გასატანჯების სია ჩამოვთვალოთ. მარიამ საბაძე, გორი, მოგესალმებით. ერეკლე კონწოლიძე. კონციკ როგორ ახარ? თბილისიდან. გიორგი ელოშვილი, თბილისი. ბათუმიდან ზოია აბუსელიძე. თბილისიდან მარიამ ჭუმბაძე. ვანიდან ლევან გოგაბერიშვილი. ხო, კარგად ხართ. განწყობა როგორი გაქვთ? ჩემთან თამაშის ხასიათზე ხართ? ფულზე ვითამაშოთ თუ ჯოკერი დავცხოთ პირდაპირ? ფულზე ვითამაშოთ, კითხვები დავსვათ, პასუხები გავცეთ, დახმარებები გამოვიყენოთ, ან დღეს გვაქვს განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ ჩვენთან დარბაზში იმყოფება სტუდენტების ის გუნდი, რომელიც მოვიდა საქართველოს ერთ წამი უნდა წავიკითხო. გთხოვთ თუ შეიძლება დამენახეთ. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლობა ესწრება დღეს ჩვენს შოუს. სხვა დანარჩენ გულშემატკივართან ერთად. დიდი მადლობა, თქვენი ცოდნის იმედი გვაქვს, იმიტომ რომ როცა ჩვენი მონაწილეები გამოვლენ აი ამ სკამზე ჩემთან პირისპირ სათამაშოდ, თქვენი დახმარება აუცილებლად დაგჭირდება, თან სიურპრიზი გვაქვს დარბაზის დახმარების დროს, ვინც სწორ პასუხს გავცემს, სწორი პასუხის შემთხვევაში ჩვენ ყოფილს ვიძლევით. შესაბამისად, დარბაზშიც დაჯილდოვდებით ფულადი პრემიით. მაგაზე დეტალურად თამაშის მსვლელობის დროს, ეხლა კი მე მგონი დროა, თუ ჩვენები მზად არიან 6 ეული, ცოდნეთა 6 ეული, კითხვა შანსი ეკრანზე. მოსწრებული სიტყვა პასუხით გამორჩეული ხელზე მოვაჭრე ძველ თბილისში იყო 4 ვერსია ეკრანზე. ყარაჩოღელი, უსტაბაში, ტოლუმბაში თუ კინტო. აბა, სწორი პასუხი ქონდა ვის? მარიამ საბაძე, კინტო. მოდი. ხეთი? ჰოპ, ოცა. თქვენ მიბრძანდით ოთახში. დაგველოდეთ, დაგიძახებთ. აბა მარიამო. გილოცავ, ოქროს მედალზე დაამთავრე სკოლა. გრანტით ჩააბარე სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხარ პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ბაბუას ჭადრაკს უგებდი ხოლმე და ფულს ჩუქნიდა. ეხლა ვუგებ, მაგრამ ადრე მიგებდა ხოლმე, მან მასწავლა ჭადრაკის თამაში. მაგრამ სამაგერად ფულზე ეთამაშებოდი, ხო? რა თქმა უნდა. აზარტს გაძლევდა ასეც. რა თქმა უნდა. მე დავშე. მოტივაცია მეტი. მეტი მოტივაცია, კარგად თამაშობ ჭადრაკსაც, ესე იგი. გიყვარს ლაშქრობები, კარვებით მოგზაურობა, ფეხით აქვს შემოვლილი მთელი საქართველო. მთელი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ სადაც მიმიწდება ფეხი მივდივარ. სადაც მიგიწდება ფეხი. აი მე სადამდე მიმიწდება. მე არ მიმიწდება, ანუ მეცე მივდივარ. ხო, ანუ არ გეზარება ფეხით გადაადგილება, თუმცა გინდა რომ ჩვენთან მოგებული თანხით იყიდო მანქანა. მანქანა, კი. 21 წლის ხარ, ბოდიში ეხლა ასაკს არ ეკითხებიან, ამიტომ არ გკითხე, საზოგადოებას ვერ 21 წლის გქონა პატარა. დეკემბერში გავხდი. ყოჩაღი დეკემბერში გახდი? მე არა, მე ივლისში. ოღონდ 21-ის გავხდი 94-ში. არ გეტყობათ ასაკი. ხო არ მეტყობა. საერთოდ რა საპარაკო. კარგი, ჩვენ თამაშის წესები ხო იცი? შესაბამისად მაყურებელსაც შევახსენებ, რომ ჩვენთან არის სულ რაღაც 13 შეკითხვა და მაქსიმალური თანხა შეგვიძლია მოვიგოთ 25,000 ლარი ან მეტი.
პირველი 5 შეკითხვა, ესე იგი გარანტირებულ თანხას გვაძლევს, ოღონდ იმ თანხას, რასაც მოვიპოვებთ სავარაუდო პასუხების ფასების მიხედვით. მეორე გარანტირებული თანხა ეს 1000 შეკითხვაზე გვექნება, სადღაც 2-დან 3000 ლარამდე მერყეობს თანხა, გააჩნია როგორ წავა. და დანარჩენი 3 ურთულესი შეკითხვა და მაქსიმალური თანხა, რასაც მე ჩვენი კომპიუტერი დაადგენს შენი თამაშის სტრატეგიიდან გამომდინარე, ის გვექნება, ოღონდ 25000 მინიმუმია. იმის ზევით კიდე შეიძლება დაგვიმატოს რამე. ეგ უკვე კარგია, გვაქვს 3 დახმარება. ეს არის ჩვენი მეგობრების დახმარება. ეს არის ჩვენი დარბაზის დახმარება. აი დარბაზის დახმარებაზე მოდი ახლა ვილაპარაკებ, დავამატეთ რაღაცა. ესე იგი, დარბაზის დახმარება როგორ ხდება? მე ვსვავ შეკითხვას. დარბაზში ადამიანები იწევენ ხელს, შენ ამ ადამიანებიდან თვალებში შეატყობ, რა ვიცი, შენ უნდა გადაწყვიტო, ვის ენდობი ყველაზე მეტად. ირჩევ ადამიანს, თუ მისი პასუხი გამოდის, გვიფიქსირებს თავის ვერსიას. დარბაზი იღებს გადაწყვეტილებას, მისი ვერსია სწორია თუ არ არის სწორი, პროცენტულობას დავითვლით და შენ გინდა ემხრობი მის გადაწყვეტილებას, გინდა არა. თუმცა მისი პასუხი თუ სწორი აღმოჩნდება, შენც რომც არ დაეთანხმო მის ვერსიას. მე მას ფულს მაინც ვაჩუქებ. თუ პირველ ეტაპზე გამოიყენებ დარბაზის დახმარებას, ვაჩუქებ 50 ლარს. თუ მეორე ეტაპზე 100 ლარს ვაჩუქებ, თუ მესამე ეტაპზე 150. 50 ლარს მოუმატებ. არაფერში ხელი საწევაში და ცოდნაში. მესამე დახმარებაზე არაფერი მithქვამს, იმიტომ რომ 3-2-1 ყველამ ვიცით. დიახ. ჩვენი კომპიუტერის დახმარება შეიძლება 3 პასუხი წაშალოს, შეიძლება 2, შეიძლება 1. ნახოთ აბა რა მოხდება. ჩვენ თამაშობთ ძალიან მაგარ თამაშს. ჩვენ სახელად ვუწოდეთ ცოდნა ფულია. მარა საჭირო. ფულიო ხელის ჭუჭყიაო ამბობენ. მაგრამ ვერ დავეთანხმები. ვერც მე. შეიძლება ჭუჭყიანი არის, იმიტომ რომ 1000 ხელში გადმოდის, მაგრამ საჭირო. რა ქვიათ, რო გჭირდება? დავიწყოთ? დავიწყოთ. ეს ბატონი მიზანდება. ბატონი მირიან ცაბაძე ბიძა ჩემი. მირიან ცაბაძე ბიძა. გამარჯობა ბატონო მირიანი. მოგესალმებით, გოგონები? მარიამ ტლაშაძე და მარიამ ხვედელიძე მეგობრები და შუაში ნინო ცაბაძე და. ნინო ცაბაძე და მარიამ და მარიამ. თქვენ დები ხართ, ხო? არა, მეგობრები არიან, კურსელები ვართ. სამივე მარიამები ხართ, დები, ხო? კურსელები. მეგობრები ვართ. უმორი ნინო არის იყო ჩემი და. ვიხუმრე და ვერ გამიგე. ხო, კაიგე. იუმორისტული კითხვები უნდა წამოვიდეს ეხლა და გამზადებ. გასაგე. ვინ მიდის ოთახში? ბიძა ჩემი და ჩემი ერთი მეგობარი მარიამ ტლაშაძე. გთხოვთ, ოთახში. პირველი ეტაპი, ხახახა კითხვები. ხახახა კითხვები, ანუ იგივე საღლიცინო კითხვები, ანუ იგივე რამე, რა ვიცი. სახალისო კითხვები. სახალისო, იუმორისტული, მარტივი. აზარჩი შემსვლელი. აი, ყველაზე სწორად განსაზღვრე რისთვის არის ეს პირველი 5 შეკითხვა. პირველი შეკითხვა. რომელი კერძი ენატრება რუბენ ხაჩიკიანს ფილმში მიმინო? A. სუში, რა თქმა უნდა 30 ლარიანი. B. აკროშკა 10 ლარი. C. ტოლმა 20 ლარი თუ D. ბურიტო 40 ლარი. სუში არ იქნება, რა თქმა უნდა. არ იქნება, მიმინო არ გახსოვს, როგორც მივხვდი? მიმინო არ მახსოვს. რა კარგია. არც ტოლმა არ იქნება ალბათ. არც ტოლმა არ იქნება? ესენი В этом არის. гостинице я директ, потому что я так думаю. აკროშკა? ეგ ძალიან დაბალფასიანი კითხვა არ გვინდა. სუში არ იქნება, ტოლმა არ იქნება, აკროშკა არ იქნება, ბურიტო. Рубен Хачикян. Пускай подругу возьмет. რა შეიძლება მოენატროს? აკროშკა? არა. ტოლმა. Потому что ბურიტო. не умеют готовить. ტოლმა? C. ტოლმა? ვიკითხე, აბა? C. ტოლმა 20 ლარი. Სწორია. კი, ვიცი. არ უყურებ აბა რას ქართულებს. გადაცემებს უფრო. რომელს? ცოდნა ფულიას. გაპატიე. მთელი ამბავია მანდა გოგო. ეგ უნდა ნახო. მეორე შეკითხვა. კარგად უნდა ნახო თან. საზეპიროებით არის ეგ ფილმი. იალბუზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.
ეს უცნაური საქციელი ჩაიდინა A. რიჩარდ ლომგულმა 20 ლარი B. ივანე მრისხანემ 50 ლარი C. ვახტანგ გორგასალმა 30 ლარი თუ D. იპინ მოკლემ 40 ლარი. ვახტანგ გორგასალმა. ვახტანგ გორგასალზეა ლაპარაკი? კი. იალბუზზე შედგა ფეხი და დიდმა მთებმა იწყეს დრეკა? არა? რომელი თქვი? C ვახტანგ გორგასალმა. C ვახტანგ გორგასალი დავაფიქსირებ რა, მე ნაღვლებ არა. შენ წააგებ, მე კი არა. იმედი მაქვს არ წავაგებ. ივანე მრისხანე, რომ მოდიოდა აქეთკენ და ფეხი რო შედგა და ვაიმე. პიპინ არა, გორგასალი ყოფილა. რატომ მაგნე? პიპინ მოკლე არის, ხო? არა, იმას მოკლე ფეხები ქონდა და ვერ შედგავდა იალბუზს. ხო და ეს დადიოდა, ხო? ეს ნახე როგორ დადიოდა? კარგი, მესამე შეკითხვა ვნახოთ. აგორებულ ქვას არ მოეკიდებაო. A. გამოტოვებული სიტყვა ხო? ვალი 60 ლარი B. ობი 50 ლარი C. ცეცხლი 30 ლარი თუ D. ხავსი 40 ლარი. ხავს. აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო. დარწმუნებული ხარ? ვაიმე რა ყველაფერზე იბნევაჩი. ვაიმე რა გავაკეთო, რა ვითამაშო, ეს რა გავაკეთო. კი, დარწმუნებული ვარ. კი, რა დავაფიქსირო? D ხავს. ხავსი. D. აუ. გულიგა. 40 ლარი დაგვემატა ჯამში გვაქვს 90 ლარი. მეოთხე შეკითხვა. ქართული ზღაპრის თანახმად. მუჭა ნახევარას უნდა მოეტანა არა და ჯეჯელავა მიცის. პასუხი. A. მიწა 60 ლარი B. შაქარი 70 ლარი C. ოქრო 50 ლარი თუ D. მარილი 40 ლარი. მიწა? აიმე. ჯობია ვიკითხოს ხაპრები. 50 ლარი ხوار გავაკეთებინო თვითმეს დარბაზში, ჰა? გინდა? გითხოთ? კარგით ვკითხოთ. ხელი აწიეთ, აბა? ნახე რამდენი არის. გაიხარეთ თქვენა. აი ჩემ მეგობარს ვენდობ. აი შენ მეგობარ მარიას, მოდი აქ. აში დავუკრათ მარიას, ნახე რა გაბედული ნაბიჯია. მიშურები. მოდი მარია, მოდი აი აქ მოდი, აი აქ ამოდი ჩვენთან. მოდი შემოკარგო, აბა გამარჯობა, როგორ ბრძანდები? აი შენ მიკროფონი. D მარილი. მარილი. მარილი? სუსტად იცი? კი. ხო, კაცი. შენ ეს რომელი სოს მარილია? ბავშვობიდან. თამარილია თუ ისა? ქვა. დარწმუნებული ხარ? თითქმის ასე მახსოვს. ერთად გავიგოთ, აბა დარბაზი გეთახმება თუ არა? პულტები თუ შეიძლება. თუ ემხრობით ამ ვერსიას, ღილაკი A, თუ არ ემხრობით ღილაკი B. მარტივად. წავიდა დრო, კენჭისყრა დაიწყო და ნახოთ აბა რა მოხდება. მოდი დაჯიქი ცოტა ხანი რო ადიქე. მიდი დაჯიქი. დრო ამოიწურა. რაო რას ამბობს, აბა ჩაიხედი აბა ერთი დარბაზი რას ამბობს. აბა? კი. კიო რამდენი პროცენტმა? 83%. 83%-მა თქვა რომ კიო, 17%-მა შესაბამისად თქვა რომ არაო. მივიღოთ გადაწყვეტილება მარიამ. დავეთანხმოთ მარიამს და დარბაზს. მარიამი ეთანხმება მარიამს. და დარბაზსაც. დარბაზსაც 83%-ს. და ვაფიქსირებთ საბოლოო პასუხად. D მარილი. რა? მარილი. მარილი, D 40 ლარიანი პასუხი. სწორი პასუხი კი გახლავს? მარილი. მადლობა მარიამს. და დარბაზს. დამიტოვე მიკროფონი. შენ 50 ლარი, შენ 130 გარანტირებული, ესე იგი 180 ლარი. მარიამსაც ფული აშოვია. აწყე ცხოვრება, რა ენაღლებათ რა. 180 ლარი ჯამში.
კი. ყოჩახ. ესე იგი, ნახოთ აბა მეხუთე შეკითხვა და მთლად გარანტირებულად რამდენი გვექნება რომ მე წავიდეთ და უნივერსიტეტთან კაფე რო გაქვთ რაღაცა, დაასწრეთ და კარამელიანი კოფე დაბლიოთ. კი. რადიო იმედის საღლიცინო შეკითხვა. მეხუთე შეკითხვა. უფრო მომთმენი და სტაბილური გამწევი, ვიდრე ცხენი და ნაკლებ ჯიუტი და მეტი ინტელექტის მქონე ვიდრე ვირი. A. ხარი 50 ლარი. B. ყომეჩი 80 ლარი. ესე უნდა ვთქვა, ხო? როგორც გამოდის მიახლოებით. C. ბიზონი და D. ჯორი. ჯორი ისეთია რომ უფრო მომთმენი და სტაბილური გამწევი ვიდრე ცხენია. ხოლო ნაკლებ ჯიუტია და მეტი ინტელექტის მქონეა ვიდრე ვირი. კი. ხარს ვფიქრობ უფრო. რას ფიქრობ? ხარს. ხარს ფიქრობ. კი. მაგრამ ჯიუტი ნახე, უფრო მომთმენია და შედარებით უფრო სტაბილური გამწევია ვიდრე ცხენი და ნაკლებ ჯიუტია და ცოტა მეტი ინტელექტი აქვს ვიდრე ვირს. ჯორი ხო ჯიუტია. ეგრე ხო ყველა ჯიუტები ვართ. კი. მაგრამ ანუ ვირზე ნაკლები ჯიუტი უნდა ვინახოთ. მოდი გავარჩიოთ ეხლა უფრო მოთმინება, კაი, გავიდა სტაბილური გამწეობა, გავიგებ, მაგრამ აი ეს ნაკლებ ჯიუტი და ეს ინტელექტი მაფიქრებს, ეცე. ვინ შეიძლება იყოს ვირზე მეტი ინტელექტის მქონე? ვირი ხო საერთოდ ჭკვიანი თვალები აქვს, პროსტა თორე ინტელექტი ხო მაგას აქვს ზერო. კი. ჯიუტიც არის. ჯიუტია თან საშინელი. კაი, მოთმინებით შენითაო, აი უფრო მოთმენია, როგორც ცხენი ვერ გავიგე. აი, როგორი დამაბნეველი კითხვა, ხალხო? აუ, რანაირად წერთ პროსტა? სტაბილური გამწევი. ჯორი არ ამგონია, ვირზე უფრო ჯიუტი არ არის ჯორი? ვირზე უფრო ჯიუტია ჯორი? არ ვიცი. მოდი, თუ არა ხარ დარწმუნებული გამოვიყენოთ დახმარება, თუ არა და დამიფიქსირე პასუხი და ვაშა. დახმარება გამოვიყენოთ. რომელი? კომპიუტერის. კომპიუტერის დახმარება 3-2-1. კიდე სამი პასუხი იყოს დაშლა. არის, უფრო გამწევიც არის. მე ვიცი, რომ სოფლებში იყენებენ. იმედი მაქვს. იმედი მაქვს იმედზე. აუ, ჯორს ხო ვამბობდი. მერე? რატო დამაბნია? მე გითხარი არ თქვა, ხო? ხო, ჯორი ვიცოდი. ჯორი, იმიტომ რომ ვირზე და ვირისაც ცხენის ნაჯვარია ჯორი, ხო, ცხენსა და იმის შუა. ამეთში და ბიზონი არ ხარით არ დაიწყე ლაპარაკი? მე გადავიფიქრე. პირველი ეტაპი გადავლახეთ. ხო გიხარია ხალხო? მარიამ 50 ლარი გააქვს ჩემო კარგო. დაგენაღვლება. აქედან ყველა ვარიანტში ფულით მიდიხარ. შენც გარანტირებული თანხა გაქვს თან და. ნახოთ მე-6 შეკითხვა, ანუ დავიწყოთ მეორე ტური. რამე გინდა გიმღერო რომ გამხნევდე ცოტა? რამე საბაძის. მე ვამჯობინე ცოდვას გამხერი. მე-6 შეკითხვა. რამდენჯერ მეტია ძირითად ერთეულზე მეგა? A. 100 ჯერ 100 ლარი. B. 1000 ჯერ 200 ლარი. C. მილიონჯერ 150. და D. 100.000 ჯერ 250 ლარი. 1000 ჯერ. 1000 ჯერ. კი. აბა კარგად დაფიქრდი? ანუ დარწმუნებული პასუხი მჭირდება. კიდე მაფნევ. არ გაფნევ, ჩემი მოვალეობა ნახე როგორი რაღაცა. ეხლა შენ რომ მითხრა არასწორი პასუხი. კი. და მე შენ არ გკითხო. და დავაფიქსირო პირდაპირ. 3 ხარ მე. მილიონი ძალიან ბევრი არ ამგონია. მილიონი ძალიან ბევრია. 100.000? 100 ძალიან ცოტაა. 100 ცოტაა. კი, ან 1000 ჯერ, ან 100.000 ჯერ. ან 1000 ჯერ, ან 100.000 ჯერ. რა კაი სხვა. იმდენი ლაპარაკი აცლევია. 1000 ჯერ მგონია. რაგინ დავაფიქსირო ეს პასუხი. 100.000 ჯერ ხომ არა. არა მგონია რომ 1000 ჯერ არის და დავაფიქსიროთ. დავაფიქსირებ, მაგრამ მაქვს უფლება რამე ვთქვა. დავფიქრდე ხო კიდე? არა. აბა. მაინც რომ გახსოვდეს, 3 დახმარებიდან 2 გამოვიყენეთ, 1 გვაქვს. იმისათვის რომ საბოლოოდ დავწუნდეთ პასუხში, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს დახმარება, შეგვიძლია პირდაპირ გარისკო და აი მე ესე ვფიქრობ და მორჩა.
არ მინდა აი ხა რასაც დახმარების მეტყვი იმას გავაკეთებ, ოღონდ მითხარი. დახმარების გამოყენება არ მინდა. არ გინდა, გავაფიქსიროთ? 100,000 ჯერ. შევცვალოთ. არა? საბოლოო პასუხი მითხარი. დე. ვაფიქსირებ დეს. 100,000 ჯერ 250 ლარიან პასუხს ვაფიქსირებ, არ ვიყენებ დახმარებას, არც 1000 ჯერო. გადავიფიქრეთ ჩვენი B ვერსია და გვაქვს დე. რა ლურჯი ფონი მაქვს ბიჭო? ხო მიხდება ლურჯი ფონი აქ. ნახე? ეხლა გქონე 3, 2, 1. რა ვქნა შენა თქვი ძალიან ბევრიაო და გამომირიცხე 100-იც და მილიონიც. მე გაცხობევრია. მეგა 200 ლარი 50-ით. გაძლიერებული შენ და შენ მეგობარ მარიამს 250 ლარით ერთად ჯამში გიშვებთ. მადლობა რომ ვითამაშეთ. მადლობა რომ დავიბენით ასე. ძალიან კარგი შოუ გამომივიდა, თუმცა უბრალოდ მაინც არ გიშვებ. წარმატებები შენ. ნახვამდის. ხილად? ხოთ მომზადით, მე კითხვას მოვამზადებ. აბა, შემოხვედით? ყურადღება. გოგოებო, არ დაგჩაგრონ 3-2-ზე ხართ. ყურადღება. კითხვა შანსი ეკრანზე. რომელი ზღვა არ არსებობს? 4 ვერსია ეკრანზე. წითელი ზღვა, ყვითელი ზღვა, ლურჯი ზღვა და თეთრი ზღვა. აბა? C ვერსია ვინ დააფიქსირა? მარიამ ჭუმბაძე, გთხოვ მარიამ, მოდი. აქედან მოდი, საფეხური გაგიკეთეთ სპეციალურად. ამი გაქვს. ყოჩახ გოგოებმა გაჯობეს, ნახე? აბა დაიცადეთ ცოტა ხანი ოთახში და ჩვენ დავიწყებთ. მაშ ასე ვთამაშობთ მარიამ ჭუმბაძესთან ერთად და გვიხარიან ძალიან. ყოჩაღი გოგოა, იური, დიული, ფაკული და ტეტი სუამისი განხრებია. ხო ეგრეა? კი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული. ეს დამიკონკრეტე ხო, მაინც სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი თესეუში, იური, დიული, ფაკული მეორე კორპუსი. კი, მეორე კორპუსი. ავტობუსების გაჩერებაზე დიდღანს ბიჟაობ ხოლმე? თავისთავად. გიწევს ხო? კი. კურიოზს ხო ვერ მოგვიყვებოდითო და რაღაცა მოგვიყვა, კაცმა არც ის რა მოყვა. ეგ ანეკდოტია? არა რეალური ამბავია, როგორც ვიცით, მაგრამ არ გვინდა. ხო? ძალიან მაგარი კურიოზი მოყვა. 108 წლის, ოღონდ არც 107, არც 104 ან 112 წლის, აი 108 წლის ქალბატონს ეკითხებიან. უკვე იციან იმათმა. მეგობრებმა, ვინ არიან გამაცანი თან ისე მოყვები? ჩემი კურსელები ირაკლი რიბოშვილი და მარიამ ყაველაშვილი, ჩემი ბავშვობის მეგობარი ლიზი ფანიაშვილი და ჩემი კურსელი მესამე მარიამ სალუქვაძე. მარიამი და ლიზი. და კი ბატონო, ირაკლი. ირაკლი. სარკითარი ესე იგი მარიამი, ხო? მოსული. მარიამ. ყველა ხوارა მაკვირზე გოგო. არა? ძალიან კარგად გამოიყურებ, ის კი მარიამი და ირაკლი გადიან. კი, მარიამ და ირაკლი. თქვენ გადით და მე მოვყვები ამ 108 წლის ქალბატონის ამბავს. ესე იგი 108 წლის ქალბატონს ეკითხებიანო, აი 108 წლის როგორ გახდითო? აიო, როდითი მკურნალობდითო, რაღაცა რომ გაწუხებდათო, რას შვებოდითო და თირკმელები რომ აწუხებდა, სვავდი ლუცო. გემოგლობინი რომ დამივარდებოდა წითელ ღვინოსო. ის რა მეორეზე რა არის? არაყზე რა არის? სიცხე რომ ამიწევდა, არაყს ხუხავდიო. დილით უზმოზე კუჩი ტყაპანს რო გაადენდაო. აქამდე მოვაღწიო მეო. და წყალს რო დისვავდით, წყალსო. აი ხა უყურე, აი აქ არის თავარი. აი აქ არის თავარი, კურიოზი. ნახე, 108 წლის ქალბატონი წყალს რო დისვავდიო. წყალსო, ეგეთი დაავადება არ მქონია. გაჩერდი რა. იქ უნდა ყოფილიყავი. იქ უნდა ყოფილიყავი, მაგას რო ამბობდა რა. ის მაგრა ამბობს. დავიწყოთ? დავიწყოთ. თამაში წესები იცი? კი. 13 შეკითხვა 3 დახმარება იცი? 2 გარანტირებული თანხა და 25000 ლარიდან მეტი იცი? კი. ყველაფერი იცი. წარმატებას გისურვებ. მართლა. და მოდი ერთად ვითამაშოთ. ცოდნა ფულია!
რამე კურიოს ხო ვერ გაიხსენებდით? ვერა. ვერა, მე მაოცებენ ლამპიონები პირველი შეკითხვა, საღლიცინო ტური დაიწყო. ბაშა, რომელია უსუსური? საფუძველს მოკლებული ნათქვამი. ა. ათლარიანი სეფე სიტყვა. ბ. 20-ლარიანი ბოლო სიტყვა. C. 40-ლარიანი პიონერის სიტყვა. D. 30-ლარიანი ლიტონის სიტყვა. ფიქრობ, რომ სწორი პასუხი არის D, იმიტომ რომ მის და რომე, ესე ვიწყებ. ხო, მის და რომე, აი ბოლო სიტყვას ვამბობ, ანუ რაღაც ისეთია რა, როგორი? აი ბოლო სიტყვას. ბოლო სიტყვა? აი ჩემ ბოლო სიტყვა ეს ავტოვებ და всё. ანუ პიონერის სიტყვა, აი პიონერის სიტყვას გაძლევ გამიგია დედა ჩემისგან და ასე შემდეგ, ხო, ანუ უნდა ესე აკეთებ, ესე? მე ამას ჩამოუშვებ. ფაფთებ და ასე შემდეგ. საბჭოთა კავშირი დაიშალა. რას ლაპარაკობ? და განიცდი, გაიგე? როგორ იცი? აჰა. თუ არც დაიშალა. ხო, ანუ ესეც არ არის ნამდვილად უსუსური, იმიტომ რომ უნდა შეესრულებინათ. ატაშია. სეფე სიტყვას რაც შეეხება, ის საერთოდ რა სეფე სიტყვა ესეთი ის არის. სეფე სიტყვა. რა სეფე სიტყვა? რა ვიცი? შენ გიყვარს მერაბ სეფაშვილი? სეფაშვილი კი როგორ? რა ვიცი? სეფაშვილი, სეფე სიტყვა, რა სეფას ბიჭები. ხო, სეფას ბიჭებიც კი. მოვესწარი. თბილისის ანძარო. ხო იცი? ჯობია, ეიფელს ჯობია. ხო. იცი ეგ სიმღერა? კი, მაგრამ არ ჯობია. ხო და დამიწუნე ხა თბილისის ანძა. ხო და დეს ფიქრობ რა. ლიტონის სიტყვა? ხო. ალა. რაღაცა ვერ გატყობ იმას, რა ქვია, სიმყარეს. ცოტა ვერ მეტყობ. არ მეუბნები გადაწყვეტილად. აბა ეხა ამაყად მითხარი როგორ პასუხს ვაფიქსირებთ? როგორ? D ლიტონის სიტყვა. იმიტომ რომ აი ესე D უკვე იყო, იმიტომ რომ D ესე არ არის. D არის, აუ D მშია. D ლიტონის სიტყვა. ეს არის თქვენი ბოლო სიტყვა? ბოლო პასუხი ეს არის ბოლო სიტყვა? 30 ლარი გაქვს. 30 ლარი გვაქვს და კარგი დასაწყისიაო. მეორე შეკითხვა. ფლორენციის, ხო იცი, ფლორენცია. ფლორენციის მართველი კლანის კაი ბიჭების და კაი ბიჭების დების გვარი იყო A. კორლეონე 50 ლარი, B. მედიჩები 40 ლარი, C. ლაზანია 20 ლარი, თუ D. ტატალია. ეს ორნი მეგრელები არიან, ამიტომ შეგვიძლია გამორიცხო. ხო, ლაზანია. ტატალიები და ისე ლაზანიები მიყვარს არიან ლაზანია, მეგრელები. გემრიელია. ეგენი სენაკის რაიონიდან არიან. წალენჯიხა სენაკი. ხო. ვიტო კორლეონე. ლუკა ჯოვანი მედიჩი. მგონი. ეს დონ ვიტო კორლეონეს გოგცას ესე კარგად ჟღერს ხო? ვიტოთი. ხა მედიჩი თუ კორლეონე, მედიჩი თუ კორლეონე. ლაზანია გამორიცხეთ? ლაზანია კი და ტატალიაც. იყოს A კორლეონე. ის როგორი მითხარი? იყოს A კორლეონე. გინდა? დავაფიქსირო? დაფიქსირე. ფლორენცია. აი მე ხე თან აქ თამაში საერთოდ სხვა არის. რა უყურებ ადვილია სათქმელად. მადლობა. ხო. ხო და ეხა ასე რომ წამოვწები ხოლმე სახში. ნო. მოვიგებ, არ მოვიგებ, რა მენაღვლება რა. ხო, არც არაფერი და ეგ არის გაზო, ბ არის პასუხი სწორი. ვიძახი ხოლმე ესე. მოდი დახმარება გამოვიყენოთ. აი კორლეონე რატო არა? კაი. აი რა ვიცი ეხა მე. ეგრე არ მეკითხა. როგორ არა ზუსტად ესე თქვენ. კრიოსტონი ატეცე წახვედი ეხა შენა. ფლორენციის მართველი კლანი. ამიტომ ნახე დახმარება 3. მეორე კითხვაზე არ მეორე კითხვა იქნება რომ წახვა სახში ფულოდ. 0 იცი რომელია? 0. ორივე ვერსია სწორია. 0-იც და 0-იც. ხო. იმინა ეხლა დაიკო, მაგრამ კარგად და ყურადღებით უნდა მომისმინო შენ შემოგვი. ფლორენციის მართველი კლანის ძიმე. კაი ბიჭების და კაი ბიჭების დების გვარი იყო. კორლეონე არა. კორლეონე.
არა. მაიმი დავაფიქსირებ თუ გინდა დახმარება გაქვს 3 გეუბნები და თუ გინდა 100 დავაფიქსირებ. გამოვიყენებ ხა დახმარებას და მიდი. არო იყოს რომელს? დარბაზის დახმარებას და დარბაზის დახმარებას ვიყენებ. აბა 50 ლარი ვის უნდა? სადა ლიზი. აი ორივე აწია, მოდი. მეგობარი ისე. ფული გაიმეტა მეგობრისთვის 50 ლარი. მოდი ხუჭუჭ. ამოდი, აი აქ ამოდი ჩვენთან. მიკროფონი უნდა მოგართვა. გაგვეცანი. გამარჯობათ. გამარჯობა, ვინ ლიზი ახართ? და ქალი ბავშვობის მარიამს. ესე აღარ ისმის. ხო, ლიზი ბავშვობის მეგობარი მარის. მარის ბავშვების მეგობარი ხო. ლიზი. ხუჭუჭა. აბა შენი ვერსია ბ. ბ. მეძიჩი ხო. მედიჩი. დაგველოდი, აბა. დარბაზი რას გადაწყვეტს? აბა თქვენი დარბაზი. ვერსიები პულტით თუ ეთანხმებით A, თუ არა და B. წავიდა აბა დრო. 30 წამში დავაფიქსიროთ ჩვენი კენჭისკნარი. ერთი ხმა ჩემგან. ლიზის მედიჩებს აქვთ ერთი ხმა. როგორ? მე? მედიჩებს თუ კორლეონეებს ერთი ხმა. არა, ესე არა, მე არ ვეთანხმები, არ ვეთანხმები. არ ვეთანხმები. ხო, დაეთანხმე თუ არ ვეთანხმები, დაეთანხმე, კაი? მე არ დავეთანხმე. არ დაეთანხმე? კორლეონე, ანუ და ნახოთ აბა ერთი რა შედეგი მივიღეთ. აი 15%-ებში გავედი. 85%-მა დაგიჯერა და შენი ვერსია მოწონს. ანუ მედიჩები B ვერსია და 15%-ს არ მოგწონს შენი ვერსია, არა? ძალიან დავიბენე. რა ვქნათ აბა? ძალიან დავიბენე. ძალიან დაიბენი? აბა რა ეხა? ნახე გინდა მაგარი რაღაც გასწავლო. მიდი. ჩამოდი აბა ერთ წამი დაბლა. ხო. დაუდექი გვერდზე მეგობარს. გადახვიე ხელი. ეხა მითხარი პასუხი. მედიჩი. მადლობა. კარგი. ნახე ხო დამშვიდი რომ დადექი. კი, მაგრამ შენ რო არა. ანუ საბოლოო პასუხია მედიჩი. მედიჩი B 40 ლარიანი პასუხი. ლიზის აქვს 50 ლარი. მადლობა ლიზი, მადლობა დარბაზ. აქედან მივდივარ და ჭამთ ხინკალს ყველანი. ღამის ხინკალი ხო იცი სულ სხვა. ხანდახან რა კარგად გადავათქმევინებ ხოლმე ვიღაცებს რაღაცებს ხედავ? აი ესე წამოვწევი ხოლმე სახში და ჩემთვის ვაბობ ხოლმე B თქო. არა არც გისმენს ასე უბნები. ეგ თქვი მერტო. უნდა მომაქციო ყურადღება. სულ მინიშნებებით ცხოვრობ მე ესე გაძლევ მინიშნებას და მესამე შეკითხვასაც გაძლევ, ოღონდ მინიშნების გარეშე პირდაპირ. მესამე. აუ რა ქვია? გველის ნაშიერს. ლიფსიტა 30 ლარი. B. ჭუპრი 60 ლარი. C. წიწილი 40 ლარი თუ D. ბჟიტი 50 ლარი. C. C. წიწილი. ხო, გველის წიწილი. პირველად მესმის სიმართლე რო თქვა. ხა ლიფსიტა და ჭუპრი ხო? აი ბჟიტი. რა შოშია გველის წიწილი? ეგი ბუსკვერცხებით გამოგდის ახლა შენა. კაი, всё. ბჟიტი არ არის და წიწილი არ არის. ბჟიტი რატო არ არის მითხარი? რაც რა ბჟიტი რა არის? პირველად ეს. ბჟიტი რატო არ არის? ბჟიტი? ნო, რა, არა. იცი რა არის ბჟიტი? არა, იმედეთ ჩადიხარ ხოლმე? არა. აი ერთი ვანელი ბიჭია ზის ეხა ოთახში და ბრაზდება ბჟიტზე. ჩადებს ეს ყემარში რო ჩა. აი ბჟიტი ყემარში გამოვრიცხეთ. კაი. ლიფსიტა. წიწილის გამოვრიცხეთ. წიწილიც გამოვრიცხეთ. კი არა და ლიფსიტა გამოვრიცხეთ. ჭუპრი. ხო, წიწილზე რა გინდოდა? გველის წიწილი ანუ. ხო, ჭუპრი გამოვრიცხეთ. ხო და წიწილი. ჭუპრი ხო იცი რაც არის? ჭუპრი, ლარვა და ის სტატიები არის იმისი რა. სანამ მუხუხოთ რაღაცა პეპელად სანამ გადაიქცა. ვაიმე იცის. კარგი გოგოხანცენ. საბოლოო პასუხია წიწილი.
წიწილი. გველის წიწილი. წიწილი? აუ. აი მე. ჟელე მომიტანეთ რა. არ შეიძლება. თვამინდა გადავიზრინტლო. მითხარი რა გავაკეთო? აჰა, 2 საათში ჩაიხედე. წიწილი. წიწილი ცე! გველთევზა გაგიგია? კი. დროზე და მოიცა, კაი, ცოტა. ეხლა წყალს დავალევინებ. რაღაცას რაღაც მეგობრებს დაუზარ, ლიზა ჩამოვა, მე მარიამი ცოტა მოვეფერებით, დაუყავებთ, გავამხნევებთ. მანამდე თქვენ რეკლამა ნახეთ, ჩვენ ამას მოვულით. რეკლამა იმეცა. მოდი, დავაწყავ. მაშ ასე პატრიციული საზოგადოება რეკლამიდან დაგუბრუნდით, ნახეთ როგორი მხნეთ არის უკვე მარიამი. მე ვიყო გველის წიწილი თუ მოგატყუოთ რამე. ესე იგი, ჩემო მარიამ, როგორ ბრძანდები? არ გამიწვალები ხარ ამდენი ხანია. რამდენი ხანი იყო რეკლამა? ეხლა დავიწყოთ თავიდან. დავაწვალოთ ეხლა, ამდენი ხანი არ გამიწვალებია. ესე იგი, რა ქვია გველის ნაშიერს? ლიფსი და ჭუპრი, წიწილი თუ ბჟიტი. ბჟიტი გადავწყვიტეთ, რომ ტყემალშია იდეალური. ჭუპრი რაღაცა სტადიაა, მუხლუხო, ჭუპრი, შმუპრი და გამოვიდა მერე და ქეკო. თუთის ფოთოლი უხდება სხვათა შორის. ერთი რამ დაგვავიწყდა. გველი არსებობს როგორც სახმელეთო, ასევე საწყლო. მიჩნდება ხოლმე. მაინც და მაინც წიწილიო. სწორი პასუხი გახლავთ, რაღა თქმა უნდა. კრემი. ცუდად გახდა. რა სმერჩი? რა გინდა რა სმერჩი? რა გაგინდა? ამდენი საჯაროს ფინალურზე არ გვინერვიული. რაღაცა, ხა? რა გინდა რა სმერჩი? რა და 10,000 ზრდილობა ხო დაფასდა და შენი ნერვიულობა დაფასდა რამდენ ლარად? 40 ლარად, ჯამში 100 ლარად. მოდი აბა გავაგზავნოთ ნერვიულობაში ფულის შოვნა. მეოთხე შეკითხვა. ვის ვერ დანებდება? ხირხა? ბაბულა ფილმში სიყვარული ყველას უნდა. აქ ვერ დაგნებდები ხირხა. ერთი კიდე მითხარი აბა როგორ? როგორ? აქ ვერ დაგნებდები ხირხა. ბაბულ. გოგრ არ დაგრჩეს წამო. ეს რა დადი? მოდი, თავი. მოდი ბაბულ, მოდი. ცეცხლი ჭამა თქვენმა პირმა ნარარირა დარარა A, B, C, D 4 ვერსია გამოუშვით და დავაფიქსიროთ პასუხი თუ შეიძლება ეგრევე. კოლას, ბურნუთას, ხირხალას თუ კიას? კია მკვდარია? კოლა არ არის მკვდარი? ბურნუთა ვიცით რომელიც არის, რადიოზე დაიყიდა თვები და ხირხალა C ვერსია 70 ლარიანი დავაფიქსირეთ C. ალო, 320-ია? ეგ არის. აი ეგრე ვითამაშოთ რა, გავერთოთ. 180 ლარი გვაქვს ჯამში. რიზას 50 ლარი აქვს, ყიყლის ფული არის. მეხუთე შეკითხვა. რადიო იმედის კითხვა. აი, მოდი ვიცინოთ. არ ჩაბჟირდეო ოღონდ გეხვეწები სიცილისგან. დარაჯი არ არის? რა თანამდებობაზე მუშაობს რუსი მწერლის უსპენსკის წიგნების პერსონაჟი გენა ზოოპარკში? დარაჯი არის როგორც ვიცი. ა, დარაჯი.
14 ლარი B ექსპონატი 60 ლარი კარგი ვერსიაა არა, ახლა წამოსაკრავა. C დირექტორი 70 ლარი თუ D დამლაგებელი 50 ლარი ექსპონატი მომწონს ყველაზე ძალიან დარაჯი არის გენა. გენა არის დარაჯი. და ჩიბურაშკა ჩიბურაშკა? ვინა ჩიბურაშკა? ექსპონატი და კარგი ვერსიაა რა ხო, მაგრამ 80 ლარიანი ჯობია. რა კარგი ვერსიაა რა B ექსპონატი რა ექსპონატი? ისო მაბნევ ხო? ჩემთვის ვამბობ დარაჯი. არა და B რა კარგი ის არის ექსპონატი როგორ მომეწონა რაღაც ისეთი აი, რატო იცი? აი მე ვარ ჩუმად აი გრაიუ ნაგარმოსკი მე მახსოვს რომ არის დარაჯი. ანუ რა არის იცი? საჟელენიუ სანამ ამოვარდებოდა პასუხები, ხო თქვი რომ დარაჯია თქო რა. კალკარას კადუმ ბაბადაბადაბადაბადაბადაბადაბ გენა. Успекут неуклюже пешеход и по лужам, а вода по აი, асфальту მოდი, გამორცხვით, დამოაგებელი არ არის. Ясно прохожих в этот день непогожий, почему я веселый такой? დამოაგებელი არ არის. ექსპონატი არ არის. რატო ეგრეა რა ექსპონატი? არა, მომწონს მე ეს B ექსპონატი და რა გავაკეთე ხო? მე მომწონს რა, გამეცინა. დარაჯი კარგი ჰუმორი დირექტორი, რავი, ანუ გათხარი ჩვენ. გენასთან დარაჯი ასოცირდება პირველ გენასთან დარაჯი თოფით დარბის და გენა ხო ის აკრაკადილი. კრაკადილ გენა. არა? არა, კაცო, გენა ფონოგრამაა ეგ არის. გენა. ჩემი ცისანა ჩამოვიდა თუ რა, ჩემი სოსო ჩამოვიდა მოსკოვიდან. ჩემი ცისანა 4 გია. გენა ულოშებიანი ჩვენი, მავედოვი. ზუკა რეჟისორია რა, ედგარას მამა. ეგ ზუკა რეჟისორია. ой, ხამ კითხვაზე დახმარება გამოვიყენო. აი შენ თასპიც აღარ ვაფშეაზე არა ვარ მე. რა თანამდებობაზე შეიძლება იმუშაოს ნიანგმა გენა. გენამ ზოოპარკში. აქედან არც ერთია. კაი, ჩიბურაშკა ვერ გავიგეთ რა ცხოველია, რა ჯანდაბაა. დიდი ყურები რა აქ იქ. ბავშვობაში მე ვგავდი მაგას. ასე მქონდა ყურები. კიდე იყო მეორე ვერსიები იყო, კახური ვერსიები, ზილის ფართუკებივით, ფაიტონის კრილოები, რა, ბევრი ვერსია მქონდა რა ყურებზე. ეგ მოსულა, მაგრამ ნახე, რა თანამდებობაზე მუშაობს ნიანგი გენა ზოოპარკში. მოდით რა არის? ეს ხო მეხუთე კითხვა და მე ჩემნია გარანტირებული იყოს და რიბო შემოვიდეს. ვინა? რიბოშვილი ირაკლი. რიბო, მოდი. ხო და რა? რიბო. იშანი ბაქელი ხეასო, იგე? რიბო მოხვედი? აი საფეხურით თუ შეიძლება. მოიცადე? წავიდა დრო. დარაჯია, ნამდვილად. იქაც ოთახშიც იგივე ვარიანტი ქონდა, ამიტომ ანუ ესე იგი თქვენ თვლით რომ ეს არის A ვერსია დარაჯი. იქაც ყველა ვერსი გადაწყვიტეთ, ხო? უმრავლესობა 15 წამი გვაქვს 14 კიდე რომ ბევრი ვიფიქროთ. თვითონაც თქვი და ჯობია რომ დარჩემა ვერსიაზე. მახსოვდა მე. ანუ თქვენ თვლით რომ ნიანგი გენა ზოოპარკში მუშაობს დირექტორი ყოფილიყო. დარაჯი. მეც ავტომატს ესე მახსოვს და. კი. კარგი, დიდი მადლობა დროა მოიწურა. მიღებულია ირაკლის ვერსია. მთელი ესე იგი ოთახი მაგაზე შელობდა და გადაწყვიტეს დარაჯობა. წეღანაც მთელი ოთახი პირველი დარაჯი თქვი. რომ ხარიყო ან კამეჩი, მაგრამ ჯორი აღმოჩნდა. იყოს დარაჯი ხო, რაც გავიფიქრე, რავი, იყოს დარაჯი. ძალიან არ ის აღარა გვაქვს დახმარებები, ნიკა? გვაქვს ხო ვიდეთ? რო გითხრა რომ გადაღეჭილი მაქვს ციგნად ესა. მოგატყუებ. საბოლოო გადაწყვეტილება. გამოვიყენო, გენდობი მითხარ, დახმარება გქონდა. არ ვიცი, არა, მე მაგის არა ვარ, რომ მე გინა თუ არა, მე შეხსენების ტი ვარ აქა. იყოს დარაჯი, რა ვქნა. კარგად დაფიქრდა და სამამდე დავითვლი და საბოლოო გადაწყვეტილება მითხარი, ან პასუხი, ან დახმარება. 3, 2, 1. ჰე.
ერთი დარაჯი. 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 დირექტორია ხო? ნიანგი ზოოპარკში არის დარაჯი? 3 2 1 ნიანგი ზოოპარკში არის ჩვეულებრივი ექსპონატი. არა უშავს ლიზი მხოლოდ იქ. ნუ ბინადარი, კაი. მაგრამ ეს კარგად წერია ექსპონატი მამეწონა. არა უშავს. 0 ლარი. რა ვქნა? ყველა ეგრე ფიქრობდა ხო ნახეთ. იქაც. ნუ გასხამელანი ბუზე. კაიხადე ბუ. უარა. აიხადე ბუთქო გეუბნები მე შენ. მადლობა რომ იყავი აქ. არ ვიცი. ლიზას აქ 50 ლარი. ყავას დალეთ. კარგად, გავაცილოთ აპლოდისმენტებით. აბა, კვარტეტ. მზად ხართ? ძალიან კარგი შეკითხვა გამოდის, მარტივი ყურადღებით იყავით. არ გაუშვათ ეს შანსი, კაცმა იცის როგორ ითამაშებს ის ადამიანი, ვინც აქ გამოვა. და შეიძლება 3 დარჩეს სახში წასასვლელი. ასე რომ ყურადღებით. კითხვა შანსი ეკრანზე სხვისი ნაშრომის მითვისების ფორმა, როდესაც დამნაშავე შეგნებულად არასახელებს ავტორს. არის 4 ვერსია ეკრანზე. ზარცვა, ყაჩაღობა, პლაგიატი თუ ქურდობა. ნეტა რომელია აქედან? აბა ვინ იყო ყველაზე სწრაფი? პლაგიატი ერეკლე კონწოლიძე. მოდი ერეკლე. დაჭი. ვეთა ბოდიში ბიძანდი. ეხა უცბად მესამე შეკითხვაზევე. გავამხრეოთ თუ შეიძლება ადამიანი. ერეკლე არჩეულებრივი სახელი. ეც მომწონს. გადასარევი მიყვარს, იმიტომ რომ მაინც ეხა მაგის სატახტო ქალაქიდან ვარ, кайგე და მიხარია ხოლმე მაგ სახელის გაგონება. რას გიძახიან? კოწოს? ნუ კონტოსაც მეძახიან. უფრო შინაურწოში მეგობრები ეკეს. ეკე. აუ მაინც მოდი. ჩემმა ლოლიტამ რო ეკეს დაუძახა მოდიო და არ მიშვებენო და მაინც მოდიო. ნახავ. ავდექი და მე ავდექი გავათხოვე. აი როგორი ადამიანი ვარ, ატყობ და აბნეო მეუბნებიან. აი გიждდებოდი, მაგრამ ოღონდ ეგ იყოს ბედნიერი თქო და გავათხოვე ბავშვი. ხათაშორის გითხრა რომ მეც ამაკ გამოგზავნილი, მაგრამ კომპიუტერი არ აგდებს, кайგე. რო ამოაგდოს უნდა მოვიდეს და ითამაშო და ეკე ეყოლება იმასაც გულშებატკი ვარი. ახე არა ისე ლოლიტაზე ვფიქრობ, ხედავ რამდენი ვილაპარაკე. ეკე, პროფესიით ვინ ახარ? პროფესიით ჩვენებლობის მენეჯერი ვარ. მაგრამ მუშაობდი ანიმატორად. ანიმატორად, მაგრამ ეხლა მუშაობ ბარში, ბარმენი ვარ. ბარმენი ხარ? შენებელი კაცი. კი. რა შენე ცხოვრებაში? ჯერ სახლი არ ამიშენებია, ხე დამირგავს. დაგირგავს? არ გამიზრდია. რამდენი ხე გაქვს დარგული? ბევრი. ბევრი? რამდენი? ყველა. კაი, ვითამაშოთ ეხლა, რაღა ბევრი გავაგრძელოთ, სანამ დავიწყებთ ოღონდ ჯერ გულშემატკივარი გამოცანი. ჩემი მეგობრები ნოდო და სალი. ორნი არიან. ორივე წავლენ. ნოდო და სალი. პირდაპირ მიბრძანდით მაშინ. წარმატებები, იმედი მაქვს, დახმარებას გამოვიყენებთ და გამოგიძახებთ. ჩვენ წესები იცი, 13 შეკითხვა, 3 დახმარება და მივდივართ ღლიცინით. იუმორი არ გაკლია? არა. ბავშვები გიყვარს? გურული კაცი ხარ? კი. თავარი ეგ არის. ჩვენი ერხასიაძე ვარ. ხო, კაი ხასიათზე ხარ? რა თქმა უნდა. არა, რა გენაღვლება მამაში. ვითამაშოთ ეხა კაი თამაში. ცოდნა ფულია. ანიმატორად რო იყავი, რას გეძახდნენ? დანის, ხო? დანი. ო და ჩემო დანი. ჩემო დანი, გამიგე? სიტყვის თამაში რა, ჩემო დანი და რაღაცეები, აი ძალიან მიწყვი ხოლმე რა ხანდახან რა. პირველი ეტაპი საღლიცინო ეტაპი და პირველი ყველაზე სასაცილო შეკითხვა რაც კი შეიძლება ყოფილიყო საერთოდ. აბა ვნახოთ. რომელია ჭის სახეობა? ა. არტეზიული 10 ლარი, ბ. არტერიული 40 ლარი, c. აგრესიული 30 ლარი თუ d. ვალენსიური 20 ლარი. c ძალიან საინტერესო ვერსია არის. ძალიან აგრესიული ჭის სახეობებიც არსებობს, ხო იცი? რა იცი, აქ რო ერთი i ჩაუმატო
მე კიდე შეიძლება რომ აგრესიული ჭიებიც ხო არსებობენ, იგი? ჭიის სახეობა რო იყოს კიდე ხო? არტეზიული. არტეზიული. ათლარიანი. ათლარიანი პასუხი არ ჭიები. ას ვისახთ. ვალენსიური არ მოგწონს, არც არტერიული და კარგი, დაფიქსირებულია A ვერსია და B ხარია. 10 ლარიო, მაგრამ ნაღდიო. ნაღდი იყოს. ნაღდი იყოს 10 იყოს. კარგი, მეორე შეკითხვა ვნახოთ. უილიამ ჰანასა და ჯოზეფ ბარბერას უკვდავი ქმნილება A. რუსლანი და ლუდმილა 50 ლარი. B. ქილილა და დამანა 40 ლარი. C. ტომი და ჯერი 20 ლარი თუ D. ტრისტანი და იზოლდა. C. ტომი და ჯერი. პირდაპირ ავარჩიეთ. იქალი ვინ არის მაინც ვერ გავიგე. ჯოზეფ ბარბერ. ანუ C. C. ტომი და ჯერი. ტომი და ჯერი 20 ლარიანი პასუხი ავარჩიეთ. 10, 20, 30 ესე წავალთ ეხლა ნელ-ნელა. ნახოთ აბა რა გამოგვივა. 20 ლარი გვაქვს შესაბამისად 30 ლარი გამოვიდა, ეხლა 30 ლარიანი პასუხი ავარჩიოთ და ესე გავგიხდება 60, მე ავარჩიოთ 40 ლარიანი გავგიხდება 100 და ასე შემდეგ. მესამე შეკითხვა. პერიოდს, როდესაც მზე 24 საათზე მეტ ხანს არ ჩანს ჰორიზონტზე, ეწოდება A. ბართლომეს ღამე 40 ლარი, B. მედა ღამე 60 ლარი, C. ვალბურგის ღამე 30 ლარი თუ D. პოლარული ღამე. აუცით 30 ლარი. აუცით ხო? D. პოლარული ღამე. ბართლომეს ღამე ხო 40 ლარიანი. არა. მედა ღამე არ მედა მოგწონს? ღამე. კარგია, საინტერესოა. არა სამწუხაროდ. მერიც გაიქნებოდა ვერსია. კი, ესაფლავე. საბოლოო პასუხი გვაქვს? პოლარული ღამე. პოლარული ღამე 50 ლარიანი პასუხი. გამოგვივიდა ჯამში 80-ში, ხო? ძალიან კაია. შვენიერი. შვენიერი მინდა გითხრა. მეოთხე შეკითხვა. რა ფორმისაა არლინგტონში, ვირჯინიის შტატში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების შენობა? A. მრგვალი 40 ლარი, B. კვადრატული 60 ლარი, C. სამკუთხა 70 ლარი თუ D. ხუთკუთხა 50 ლარი. ხუთკუთხა მგონია. ამ შენობას კიდე სახელი აქვს თავისი. ესეც მოიხსენიებენ. პენტაგონი არის, ხო? ზემოდან გახსოვს როგორ გამოიყურება ფილმებიდან მაინც. პენტა ხუთია, ხუთკუთხა არის. კარგი, საბოლოო პასუხი. D. ხუთკუთხა. D. ხუთკუთხა. 50 ლარიანი პასუხი დავაფიქსირეთ. დაში არ მესმის? ცოტა ვისე ომახიანად რა. 130 ლარი გაქვს, შევიდათ მივდივართ. შვენიერი. პენტაგონი, ხუთკუთხა აბა რა არის? მეხუთე გადასარევი შეკითხვა. რადიო იმედისგან. ჯგუფ Spice Girls-ის რომელი მონაწილე გახდა ფეხბურთელ დევიდ ბექჰემის მეუღლე? კარგია, რომ ფეხბურთი მიყვარს და ბექჰემის ფანიც ვარ. მელანი ბრაუნი 70 ლარი, B. ვიქტორია ადამსი 60 ლარი, C. მელანი ჩისჰოლმი 80 ლარი თუ D. ემა ბანტონი. B. ვიქტორია ადამსი. ვიქტორია ადამსია ეგა. ვიქტორია ბექჰემად. ვიქტორია ადამსი ბექჰემისა. ბექჰემისა. კი. B. B. ვიქტორია ადამსი ბექჰემისა. 60 ლარიანი პასუხი დავაფიქსიროთ. ეგ არის. გარანტირებული 190 ლარი. 190 ლარი. გავიარეთ პირველი ეტაპი, შვიდად, ჩუმად, რაც მთავარია, კაციშვილს არ გაუგია რა თქვი, მე რო არ გადამეხმოვანებინა, მაგრამ გახმოვანებაში რას ლაპარაკობ, ჭიპი მაქვს მოჭრილი, ხო იცი? კაი გამოთქმა ასე. ცოტა დინჯი გურული ვარ და ვაგიტყ. ეგეთ დინჯი გურული პირველად სახე. არ დაგიმალავ. ნახოთ აბა მეორე ეტაპზე რა სიზავს იქნება მოცოცხლდეს ცოტა. მეექვსე შეკითხვა. გაერთიანებული სამეფოს რომელ ნაწილში ცხოვრობენ ვალიელები? A. უელსში 150 ლარი, B. შოტლანდიაში 100 ლარი, C. ინგლისში 250 ლარი თუ D. ირლანდიაში 200 ლარი. ფეხბურთი მიყვარსო და რა ვიცი? უელსში. ამე თუ მედეს ინგლისური ფეხბურთი ყვარებია. ინგლისური არა, ისპანური.
ესპანური გიყვარს? მაგრამ დავით ბექემი მაინც გევასება. რეალში თამაშობდა და აქ ხო, ნაკმანში. ალბათ უელსში. ანუ რეალისტი ხარ? რეალისტი ვარ. ეს ჩემი მესი არა, ხო? ანუ როგორ არა, მაგრამ ის უფრო მეორე. პორტუგალია. აბა მიდი გამეცი პასუხი მაშინ. უელს. გეგონოს. რაღა ეს სიტყვის უელსი. აი, მესი არ. სახელიდან აი, გამომდინარე, როგორც გასაგებია. უელსი იწერება ლათინური შრიფტით, რატომღაც მგონია რომ უელსია. Barcelona, narariririrara, Barcelona. ჩვენსაც ბოჩელი ასრულებს. თან ეხა ერთი ბოჩელი ჯობია თუ ორი ამ ხელა გენიოსი? ერთი ბოჩელი ჯობია, როცა რეალის ჰიმს წერის. ხო, იმღერეთ. იმღერეთ. ეს პასუხი მითხარიეთ თუ ვალიელები საცხოვრობენ რომელ ნაწილში? უელსი მგონია. უელსი გონია დავაფიქსირებ არა მაქვს პრობლემა. არ დახმარება არა ისა. რაში გჭირდება? 3-2-1. 3-2-1? დახმარებას იყენებ? არ გინდა მეთქი ხო გეუნები? მაშინ უელსი. მაშინ უელსი დავაფიქსირო? დავაფიქსირებ. დავაფიქსირებ მეთქი გეუნები და რა ვიცი შენ მეუნები რომ დახმარებაო და რა გავაკეთე რა მითხარი? უელსი. უელსი კი ბატონო დავაფიქსირებ ხო აი ბარსელონა აი ახე შოტლანდია ფრიდომ 150 ლარი დაგემატა 190 ლარზე და გამოგვივიდა 340. იცის თლა ინჟინერი კაცია ბარმენია ფუზიტრის ჩაი რამე იქა 50 გრამიანი ჭიქი თუ ასხავ ძმაო პირამდე გავსებ 50 არ გამოდის მაგრამ ყველამ ვიცით და პატიობთ რა ვქნათ ეხა თქვენი 10 გრამიანი მოგება ეხა უნდა გქონდეთ ძმაო ვიცით თლად ეგრეც არ არის საქმე. თუ მაგას გითვლიან მაინც ითვლიან კი. ითვლიან ხო კარგი გავაგზავნოთ მეშვიდე შეკითხვა ჯერ დახმარება არ გამოგვიყენებია ნახევარი პრაქტიკულად გავიარეთ აი დაისმება შეკითხვა გავლილია ვინ იყო მესამე რაიხის რაიხსმარშალი A Adolf Hitleri B Heinrich Himmleri C Joseph Goebbelsi D Hermann Göringi ესე იგი რა ხდება იცი აქ თუ შენ სწორ პასუხს გაქვსემ ეგ შენი 340 ლარი გახდება 680 ჰიტლერი იყოვით ხო? მარშალი მარშალი ჰიტლერი არ იყო. იოზეფ გებელსი გამოურიცხოთ რატომღაც ჰაინრიხ ჰიმლერიან ჰერმან გერინგი. ჰიმლერიან გერინგი რა დახმარება გინდოდა წეღან 3-2-1 გამოვიყენე. იქნება დარბაზში იცია ხო არ გინდა უცად კითხოთ თუ არ ეგ გამოვიყენოთ კომპიუტერი კი 3-2-1. 3-2-1 დახმარებას ვიყენებთ კომპიუტერს თქო წაგვიშალოს რამდენიც გინდა იმდენი შეკითხვა ესა პასუხი ბოდიში 3-2-1 ორი წაგვიშალა სწორი გზით ვიდიხარო გითხრა აბა რა ვქნათ ხა ჩვენ მეტი რეალის ვარნობაც გინდა და თან ისიც გინდა რომ ძალიან კარგად დაგეხმაროთ აბა კი ბარსელონა ჰაინრიხ ჰიმლერი. ჰიმლერი გადაწყვიტე უფრო გამიგონია ვიდრე ჰერმან გერინგი. საერთოდ არ გამიგონია და რატომღაც მახსოვს. გერინგი არ გაგიგონია არ გამიგონია. ჰიმლერი გამიგონია მახსოვს სადღაც ოღონდ საერთოდ არა. ჩემებს ოთახში არ ეცოდინება ზუსტად ვიცი. ანუ შენ ამბობ რომ რაო ჰიმლერიო ჰიმლერს ვფიქრობ. და მე გეუნები რაო დახმარებაო. დახმარებაო მიდი არ მგონია რომ იცოდეს ვინმე დარბაზში. ჩემებსაც არ ეცოდინებათ, ამიტომ უნდა გავრისკო. თუ გამიმართლებს თუ არა და აბა როგორ ვისკავ მოდი რახან ჰიმლერზე დახმარება შემომთავაზე, მე დავაფიქსირებ დეს ჰერმან გერინგი. ხედავ არა ხედავ დე ჰერმან გერინგი. ანუ საბოლოო გადაწყვეტილება რა გაქვს დე ჰერმან არ იყენებ დახმარებას დე ჰერმან გერინგი კარგი დე რატო გადაიფიქრე იქნება გაბნევ სწორი პასუხია სწორი პასუხია ლოგიკური აზროვნება გერინგი. რადგან არასწორ პასუხზე გთავაზობენ ესე იგი ნახე რა არის სწორ პასუხზეც უნდა შევთავაზო დახმარება ვინმეს გაიგე გამიდა აჰა აი ხომ ნახოთ აბა გაქვს 680 ლარი და ჩემგან კიდე ერთი შეკითხვა რომელია მსოფლიოს ყველაზე მსხვილი პორტი ტვირთბრუნვის მიხედვით ყველაზე მსხვილი მსოფლიოში ა სინგაპური 400 ბ როტერდამი მე რა ხერხულის ის არის სახელია ეს 200
C. შანხაი 500. D. ჰამბურგი 300. შანხაი ან სინგაპურს ფიქრობ. რატომღაც ევროპა არა, არ გონია. ევროპა არ გონია. არა. სინგაპური და შანხაი? სინგაპური და შანხაი. მსოფლიოს ყველაზე მსხვილი პორტი ტვირთბრუნვის მიხედვით. დარბაზის დახმარება. რა? გიმლერი და გერინგი არის რიტყვიანო და ეს იცოდნენ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პორტი? ვიცით დარბაზში? ვიყენებთ დარბაზის დახმარებას, აბა მინისის 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 არჩიე. მოდი. ავირჩიეთ ადამიანი. აშიც შევეგებოთ, აბა გაბედული ადამიანია. აქეთ მომზადი, აი აქ ამოდი ჩვენთან. მოდი აი კიბით, საფეხური. ეხლა შენ გაქვს შანსი. მოიპოვო 100 ლარი. სწორი პასუხის შემთხვევაში. სახელი და გვარი? დავითი კაკაურიცე. საიდან? ტყიბულიდან სტუდენტი ვარ ქუთაისში ვცხოვრობ ახლა ამჟამად. ტყიბული რომელია? ბომბიროა აფეთქებული ეგ არის, ხო? დიახ. მანქანა კი არა, ძროხებიც აღარ დადიან ბიჭო მან. რა ხდება მანდა? მე დიდი ხანი არ ჩავსულვარ და ასე რომ არ ვიცი. კარგი, სახელი გამახსენე კიდევ ხელ? დავითი. დავით, შენი ვერსია გითხარი. როტერდამი არის ვინაიდან და რადგანაც გეოგრაფიას ძალიან კარგად ვფლობდი სკოლის პერიოდიდან, აქედან გამომდინარე ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ ალბათ დარბაზიც თავის სიტყვას იტყვის, მაგრამ მე გეუბნები რომ არის როტერდამი და ეს ვიცი ძალიან კარგად. მადლობა. მე რა გითხრას? მადლობა. დაგველოდე? აქ იყავი. ნახოთ აბა 100 ლარი შენ იქნება თუ რა? ამოდი. ტვირთბრუნვაზეა ლაპარაკი აქა, ხო? აბა დარბაზი თუ ემხრობით დავითის ვერსიას ღილაკი A, თუ არ ემხრობით ღილაკი B. ნახოთ აბა თქვენი კენჭისყრა რა შედეგს მოგცემს. წავიდა დრო. ტვირთბრუნვა, შავი და გავიდა. შეიძლება ხარ ვთქვა რამე? მიცადე აი ბარიღა ორი წამის დამაცადე, დამთავრდეს, ნახო დარბაზის შედეგები. რა გინდოდა გეთქვა? არა, ეხა მითხარი. მითხარი. ხო ალბათ ვინაიდან რადგანაც ძალიან ცოტამა აწია ხელი, იმედია რომ სწორ პასუხს რომელსაც მე უპასუხე აი ალბათ ხა ნახავთ, აი ნახე, არაო, ამბობს 71%. აქედან გამომდინარე ვიფიქრე 29% თვლის რომ გიო. მადლობა დავით. და ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ძალიან დავივენე, ძალიან. დარბაზის უმრავლესობა არ თვლის ტვირთბრუნვაში როტერდამია ყველაზე ყოჩაღიო მსოფლიოშიო. არ თვლის ასე. მოდი ისეთ დარწმუნებული იყო ის ადამიანი თავის პასუხში, რომ იყოს როტერდამი. იყოს როტერდამი, ანუ 29%-ს და დავითს ემხრობი? გვაქვს კიდე დახმარება შინთან რა? არ ეცოდინებათ სავარაუდოდ. ბათუმეს სხვა ეცოდინება და უკანახებს მე, იმედი მაქვს. დავიჯერო ეგეთი ბოროტია, ზოია? არ ვეტყვით, ვიცი, სწორი პასუხი, მაგრამ არ ვეტყვიო, იქნება მე მომიწიოს თამაშიო? დავიჯერო? მოდი ეხლა მკითხავს რომ არასწორად გავცე პასუხი. საპორტო ქალაქიდან არის და მაგითო თქვი, გაიგე? თან ყოფილი საპორტო ქალაქიდან კიდე ის არის მეორე. ვანი ხო იყო რაღაც, ზღვა ხო მოდიოდა მაგამდე. რა ვქნათ? დაუძახოთ სალის. სალი. მე თქვა როტერდამი. არ გავსვი, არ გავსვი. კლდეებსა ხო? სალის ეცოდინება? სოფლიოში ყველაზე მსხვილი პორტი ტვირთბრუნვის მიხედვით. რომელია? მოდი სალი, მოდი. მოგკლავო ესე განიშნა.
მოდი ერთად ჩავქოლოთ, გინდა? მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან ნერვიულო. ინერვიულე, მიდი. არა, არ ვიცი ზუსტი პასუხი მართლა. ჩემი მოსაზრება შანხაი. რამდენად სწორია მართლა არ ვიცი და რატო ფიქრობ შემოხდა? შანხაის, იმიტომ რომ ანუ ექსპორტი და იმპორტი ვიცი რომ არის შანხაიზე, ანუ რამდენად არის როტერდამი, ამას თავიდანვე ეს თავიდანვე კარგი, დიდი მადლობა, საკმარისია. საკმარისია, კარგი. შანხაი მიღებულია შენი ვერსია. ნახე, სულ არ იყოს ანერვიულო, ხედავ? ჩვენურად როგორ დაიწყე ვეღარ გაგაჩვენეთ. შანხაი შეიძლება ტვირთბრუნვა კი კონდეს დიდი. ლოგიკურად რომ ეხა მე რო ეკითხვა და ლოგიკურად შანხაი უნდა შანხაიში. ლოგიკურად მაგრამ და სინგაპური რა შვება? სინგაპური უფრო მგონია მე ვიდრე როტერდამი და შანხაი. არა ეს ჰამბურგი როგორ მომწონს ბიჭო. ნუ ჰამბურგი რა ეხა ჰამბურგი კატლეტი კარგია კურში. მაგრამ ჰამბურგთან კავშირშია რამე? ჰამბურგერი ჰამბურგთან არ ამგონია. არის? ფოტოშორის ომლეტი აქვს ძალიან კარგი. ჰამბურგული ომლეტი ცნობილია. პორტით გააქვთ თვითონ ექსპორტზე? სინგაპურია. არც ერთ ვერსიას აღარ ემხრობი, ხო? შანხაიზე პირად ნათქვამი პასუხი იყო. როტერდამს რატომღაც დარბაზი არ დაეთანხმა, თან ძალიან დიდი პროცენტით. დიდი რაოდენობით, კი, 71% არ დაეთანხმა. ამიტომ სინგაპური. კი? ჯერ მარტო ამაკ ნათქვამი, სინგაპური არ მithქვამს, მითხარი? სინგაპური. შანხაი არა? არა. არც როტერდამი. სინგაპური და ჰამბურგიც გამოვირიცხეთ. საბოლოო გადაწყვეტილებაა? სინგაპური. სინგაპური. რა შემოგთავაზო, დახმარებებიც არა გვაქვს და. 3 2 1 ხაი. დაგეჯერებინა მეგობრისთვის, ან ერთად მოიგებდით, ან ერთად წააგებდით. რა იყო, რა მოხდა ეხლა? რა ვიცი. კაიფული შეიძლება და მოგეგო ეხლა. ქონდა მის შანსი. ეგ არაფერი. 190 ლარით გიშებ. არ ვიცი. აი აქეთ არის და დათო. შენთან დიდი ბოდიში, მაგრამ დათოსთან ძალიან დიდი ბოდიში 100 ლარი დარჩა ჩემთან. შენი ვერსია არ იყო სწორი. მოდი ახლა რაღა ბევრი გავაგზელოთ. შემდეგ სამშაბათს შევხვდეთ ერთმანეთს ისევ იმედზე. შოუში ცოდნა ფულია.